მეათე ადგილზე გასული ვიდეო. ქვეყნის კურსი, საგარეო კურსი გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს და ჩვენი, რა ვიცი, საქართველოს ბერჯერ დაამტკიცა, რომ ხალხმა ბერჯერ დაამტკიცა თავისი აქტიობით, თავისი თავგანწირვით, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიულიც უნდა იყოს და დამოუკიდებელიც უნდა იყოს და კიდე ერთხელ მოგვიწევს ამის დამტკიცება. ამ ქალბატონს რეჟიმმა ქმარი მოუგლა, მეუღლე მოუგლა და ახლა მკვლელებთან მივიდა, იმ ძალასთან მივიდა, ვინც გაწირა მისი მეუღლე და გონია რომ დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან მივიდა. ერთი მისმა მეუღლემ მოგვიტანა დემოკრატია ვარდების რევოლუციით და მეორე ამათ მოაქვთ ახლა დემოკრატია აი ამ სახელმწიფო გადატრიალებით, რომელსაც ამზადებენ და სადაც ეს ქალბატონიც აღმოჩნდა. რა ქვია ამას, ამ მდგომარეობას სახელი თქვენ თვითონ დაარქვით. მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონო ალიკო, რამდენი სქესი არსებობს? რამდენი სქესი არსებობს ბატონო ალიკო? და მე თქვენ ტელევიზიას რამდენჯერმე უპასუხი ამას და არც ერთ რამდენი სქესი არსებობს? გითხარით რომ 3 სქესი არსებობს. 3 სქესი, ქალი, კაცი და მაჩვი. გაუშვებთ ახლა ამას. გაუშვეს და აგერ ჩვენს გაუშვით, მაგრამ ცოტა სასაცილო ხომ არ არის, რომ ორი სქესის აღიარება ისე უჭირს ადამიანს, რომ რაღაცა მესამე უნდა მოიგონოს. არ უნდა ის უბედურება ახსენოს, რომლის წინააღმდეგ ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში სიბრძვია და ამიტომ ახალი სქესი გამოიგონა, მესამე სქესი, მაჩვიო თქვა. ნუ ასეთია აზროვნების სტილი ამ კაცისა. მე-8 ადგილზე გასული სიუჟეტი. საფლავის ქვაზე საშინელი წარწერა გერჩივნოთ. სახიობის გადაკიდებას. ეს მსახიობია, ეს მე არ მითქვა, შექსპირმა თქვა, თქვენ გონიათ მე ვლაპარაკობთ, ხო, ეგეც არის მცით. ხო, შექსპირმა თქვა, ჰამლეტში და ჰამლეტმა თავის გადასარჩენად თავი მოიგიჟიანა. ჩვენც თავს მოვიგიჟიანებთ. გინდა სხვადასხვა სახე გაჩვენო? ხან ისეთი ვიქნები, ხან ისეთი ვიქნები. შემიძლია მოგეფერო კიდეც. როგორ გინდა? აი როგორ მოგესიამოვნება, მოგეკცე? აი როგორ? ოღონდაც თავში არ ჩამარტყა და ეს ქალბატონი მე სცენაზე არ მინახავს და იმედია არც ვნახავ, მაგრამ რასაც სცენაზე ვერ აკეთებს ალბათ მსახიობური ეფექტის მიღწევას, სადაც ვერ ახერხებს, იქ, სადაც უნდა ახერხებდეს. იმისი კომპენსირებას ცდილობს ახლა. აი ამ ვიდეო მასალაში, რომელსაც აქვეყნებს და ვხედავთ რაღაცა უნიჭობისა და სისულელის ნაზავს, რომელიც საბოლოო ჯამში ფსიქიატრიასთან მიდის. მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, ის რეალურად წარმოადგენს ხო ნეოფაშისტურ ძალას, რომელიც საბაზისო თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებზე ამბობს უარს. აჰა, ტრამპის შეფასებაც ხომ მოვისმინეთ. ასეთია ამ ადამიანების დამოკიდებულება პიროვნებების მიმართ, მოვლენების მიმართ და საერთოდ სისულელესა და სიგიჟეში იხარშებიან სამწუხაროდ. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. ამერიკელი ერთი ევროპელი მითხარი, ვისაც ქართველი ჯარისკაცი ან პოლიციელი ყავ მოკლი. გოიმებ არ უნდა გავამარჯვებინოთ კარი. ძალადობით ამ პლანეტა გავხეთქავთ შუაზე. ეს რას მოითხოვა ათვანაკეთ ამათ საბლატაო სად არის? არჩევნებს, ახალ არჩევნებს. კაცი რომ ამას დაიჭერს ხელში პლაკატს, სიკვდილი რომ აწერია. იმას რა უნდა მოთხოვო, მაგრამ ამდენი მაინც უნდა იცოდეს, როგორი ძეშესტენილიც არ უნდა იყოს, აი ევროპელების მიერ მოკლული ჯარისკაცი დამისახელება. ევროპული არ იყო ის ფაშიზმი, რომელმაც 300,000-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ქართველი ჯარისკაცისა. ეს არ გაგიგიათ, სკოლაში არ გივლიათ. თუ ისე შეიშალეთ, რომ საერთოდ ამოგივარდათ თავიდან ყველაფერი. მე-5 ადგილზე გასული ვიდეო.
საიამ გავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელს პალატაში შეუტანეს საკვები და რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა. ქალბატონი, რომელიც დაპატიმრებულია და რომელიც გადაიყვანეს სტაციონარში, საავადმყოფოში, სადაც ის მოათავსეს და სადაც მას უნდა უმკურნალონ. იქ მიართვეს საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ის შიმშილობს. საკვების მირთმევა იმას ნიშნავს, რომ მას უთხრეს, შენ თავი არ უნდა მოიკლას შიმშილით. ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგიწყობთ. შენ გაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ იცოცხლო, აგერ საკვები, აგერ ექიმი, აგერ წამალი, აგერ დახმარება, თუ რამე დაგჭირდებაო. ეს გარეწრები ნახეთ, რას ამბობენ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. გესმით? ის რომ ადამიანს საკვები მიართვეს. არის თურმე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. მე უკრაინელი ვარ და დედაჩემ მეთქა ბიჭო ისე დარწმუნებით თქვი რომ შენ უკრაინელი ხარ რომ დავიწყე ფიქრიო მაინც რაღაც ახალგაზრდობაში რაღაც ხო არა მაქვს მიქარული ვინმე უკრაინელს ეგრეთ ხო არა ეგრეთ დარწმუნებით დაგდაცველი ტყოდიო ხო ეს ძველი ვიდეოა მაგრამ სიგიჟე ახლაც გრძელდება აი ეს ნათქვამი თავისთავად დედის მიმართ შეურაცხყოფელი ნათქვამი და დედის ჩაყენება საჯაროდ უხერხულ მდგომარეობაში. რას გადაეკიდე ამ დედაშენს კაცო? უკვე ხანდაზმული ადამიანია, ასაკოვანია. მას შეიძლება მისი ბიოგრაფიიდან რაღაც ნაწილი ახსოვდეს, რაღაც ნაწილი ბუნდოვნად ახსოვდეს და რაღაც ნაწილი საერთოდ დავიწყებული ქონდეს. ამიტომ გაანებე თავი შენ თუ უკრაინელად გრძნობ თავს, ხარ ალბათ კიდეც უკრაინელი და რადგინდა მაინც დედისგან მიღებული დასტური. ახლა მესამე ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც ასევე ძველია, მაგრამ ახალმა სიტუაციამ გადამაწყვეტინა, რომ ეს გაჩვენოთ. ეს არის ორი ქალბატონის მსჯელობა, იმპროვიზებული მსჯელობა ვეფხისტყაოსნის თემებზე. ლეკვი, მოდით პირდაპირ თქვა, ძუ იქნება თუ ხვადი, ყველა შემთხვევაში ლეკვი ლომის სწორი რუსთაველის აზრით არ არის. კი ბატონო, მაგრამ ლეკვი არის ლომის და ვეფხვის არის ბოკვერი, ხო? ლეკვი არის ლომის სწორი. არა, ლეკვი არის ლომის სწორი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ბოკვერი არ არის ლომის სწორი. ბოკვერი არ არის ვეფხვის შვილი. ლეკვი შვილი არის მამის სწორი, გინდ გოგო იყოს და გინდ, ანუ თუ როცა მეფობაზეა ლაპარაკი რა, გინდ გოგო იყოს და გინდ ვაჟიო და ახლა თქვენ რაც მოისმინეთ, მარტო სისულელე არ არის, ფსიქიატრიასთან წილნაყარი ამბებია, როდესაც თუნდაც ბედავს საუბარს ადამიანი იმ თემაზე, იმ საკითხზე რაშიც არაფერი გაეგება. უკვე რა თქმა უნდა რაღაც გადაცდენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი? საიდან იღებენ ესენი, ასე ვთქვათ, სულიერ საგზალს და გონებრივ საგზალს? ვინ მოძღვრავს მათ და ვინ ჩაშიშინებთ მათ დღე-დაღამე ამგვარ სისულელეებს? ინებეთ, ეს არის მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე გასული ვიდეო. ვეფხისტყაოსანმა თამარს ხო არ უმღერა ოსანა ვეფხისტყაოსანში ხო წერია რომ ქალი არ უნდა იყოს მეფე ხო წერია რომ არიელი გამეფდა ავთანდილი გამეფდა თინათინდან ესტანი ვარ გამეფებული ამნაირი სასწაული თუ გაგიგიათ მე ვიცი რომ ვეფხისტყაოსანი ალბათ ბევრმა არ იცის საქართველოში მაგრამ დეტალები მაინც იციან ის დეტალები, რომელიც ქართველმა კაცმა არ იცოდეს, წარმოუდგენელი რომ არის. ვეფხისტყაოსნის მიხედვით თინათინი ხომ არ გამეფებულაო. გეუბნება ეს კაცი ბერძენიშვილი. წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ლაფსუსთან გვაქვს საქმე. ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ეგ არის. ლეკვი ლომისა სწორიაო ეს ქალბატონები რომ კამათობდნენ აბსურდულად.
და ბერძენიშვილს გონია რომ თინათინი არ გამეფებულა ვეფხისტყაოსნის მიხედვით. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? მე ამას შეფასებას ვერ მივცემ, მაგრამ თავის დროზე ამას შეფასება მისცა ბატონმა კობახიძემ და ეს მინდა ახლა გამოვიყენო. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ფანტასტიკური შეფასებაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. სადა ამ საწოდავმა, რომ ძალიან ბევრი წიგნი წაიკითხა და ალბათ წაიკითხა კიდეც, მაგრამ უმრავლესობა ვერ გაიგო. მაგრამ მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მან ვეფხისტყაოსანი ამ დონეზეც კი არ იცის და დაახეთქა ის სისულელე, რაც დაახეთქა. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მეორე ადგილზე გასული ვიდეო. გაკვირვებულები არიან. ხალხო 200,000 კაცი გამოდის და ერთი ფანჯარა არ არის გაფუჭებული, ერთი ქვა არ არის გზამონეს ადგილ მონაცვლებული. არ როგორი გარეგნობის, არ როგორი ღირსეულად, არ როგორი მორგებული, როგორი ჩაცმული, ახალი მოდა. კესმით რას ლაპარაკობს კაცი? კენჭი ქვა არ გადაბრუნებულა არსადო. ფანჯარა შუშა არ ჩამსხვრეულა არსადო. არაფერი არ დაუზიანებიათო, ისე გამოდის 200,000 კაცი ქუჩაში. ან 200,000 სად დაითვალა? ან მათი ჩაცმა დახურვის რა სამაგალითო ეტალონი ნახა, რომ ამას ხას უსვამს. და ან ის, რომ თურმე ისინი არაფერს აზიანებენ და არაფერს აფუჭებენ. რა არის ეს? თუ არა ფსიქიატრია და მოჩვენებები. და ბოლოს მთლად გასაოცარი რამ ამ ფონზე ძალიან ძნელი იყო პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ ეს ვიდეო, რომელსაც ახლა ნახავთ, პირველ ადგილზე გავიდა. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის პუტინის ფიზიკური ლიკვიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი განაგრძობს საზოგადოებების, ქვეყნების საზოგადოებების ადამიანების გაუბედურებას, იმას, რასაც ის აკეთებს ბოლო 20-21 წელიწადია კი არა მეტია, ხო? პუტინი ფიზიკურად უნდა განადგურდეს, ეს უნდა გაიგოს უკლებრივ ყველა გადაწყვეტილების მიმღებმა მსოფლიოში და მე მესმის, რომ ეს არის ურთულესი, რთული კი არა ურთულესი, მაგრამ მსოფლიო უნდა მივიდეს იქამდე, რომ თანამედროვე ჰიტლერი, პუტლერი, მასთან მოლაპარაკება, შეთანხმება, შეჯერება საკითხებზე ეს კი არ არის გამოსავალი, არამედ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია, იმიტომ კვლავ ვიმეორებ, რომ ის უარეს ჩაიდენს მომავალში. ეს სულელი კი არა. პუტინს რომ დაუპირისპირდეს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, ЦРУ, FBI და კიდე სხვები. ინტელიგენს სერვისი, ცნობილი სამსახური, მოსადი, კიდევ ცნობილი და სხვები. ყველა ერთად აღებული რომ დაუპირისპირდეს პუტინს ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ფეხებს ვერ მოჭამენ ძირში. ეს ნათელია და გასაგებია, მაგრამ აქ ამაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ამ კაცმა საკუთარ თავს კი არა მარტო, აი იმ გუნდს, იმ აგენტურას, იმ მეხუთე კოლონას, რომელსაც ემსახურება ეს საწოდავი, დახასიათება მისცა. მათი აზროვნება ტერორიზმს ვერ სდება. ესენი ტერორისტები არიან სულით ხორცამდე და ამას ქადაგებენ კიდეც. ასეთი იყო დღევანდელი ეს ფსიქიატრიული რენტგენი, მაგრამ აქ მინდა ერთი სიახლე შემოვიტანო, ერთ ჩემს ძველ ნაცნობს და თქვენს ნაცნობსაც ვთხოვე რომ იყოს ექსპერტი. თუ კი მოეწონა ეს დღევანდელი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი, მაშინ დაგვიხასიათოს იგი და თუ ძალიან მოეწონა, მაშინ სიცილით გამოხატოს მისი ეს მოწონება. მაშასე მივიღეთ დასტური, რომ ამ კაცს ძალიან მოეწონა ფსიქიატრიის რენტგენი.